მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მთელი მასალა გადაიმეორეს, ყველაფერი ერთმანეთში აერია და დაიბნენ. გამოცდა არ ამოწმებს რეალურად ცოდნა. თქვენი დაკვირვებით ყველაზე ხშირად რა ნაწილში უშვებენ ბავშვები შეცდომა? ყველაზე მეტად მაინც უჭირთ აი ანალოგი. ეშლებათ დასაბუთებას არ აკეთებენ, მაგალითად დადებითი პასუხის არაფრით არ დაიტოვოთ წყარო ბოლოსკენ. შეწყვიტეთ სოციალური აქტივობა ბოლო კვირას, ყველანაირად გირჩევთ ამას და გადაერთეთ მართლა მეცადინეობაზე თუ გინდათ ბოლო კვირას და გამოცდამდე 3 დღით ადრე დაისვენ. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც თითქმის ყველა აბიტურიენტს ეხება. ეს არის წინასაგამოცდო ცეცხლება, როცა გამოცდებამდე ცოტა დრო დარჩა. დიდი მასალა გვაქვს გადასამეორებელი და ნერვიულობა იმატებს. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ბატონი შალვამინდაძე, პროფესორ ლორდ გიფანიძე და ლიკა ფრიდონაშვილი, რადგან ვისაუბროთ, როგორ შევიქმნოთ სწორი წინასაგამოცდო განწყობა. ხოლო ბატონი ბესო გვეტყვის ყველაზე ხშირად რა კომპონენტში უშვებენ ბავშვების შეცდომას და როგორ არიდონ თავი ყოველივე ამას. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ ინერვიულოთ არავით, არც მასწავლებლებმა და არც მოსწავლეებმა, იმიტომ რომ ის გამოცდა იმ გამოცდებთან შედარებით არის ალბათ სხვაში წვეთი, რაც ზოგადად ცხოვრებაში ელოდებათ. გულისხმობ საუნივერსიტეტო სივრცეს, მით უმეტეს თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს რეალობას, რაც უნივერსიტეტებში შეიძლება დახვდეთ, არის საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური, ემოციური ბარიერების გადალახვევწოთ და შესაბამისად აქ გასათვალისწინებელია, რომ მათ ყველაფერი წინ აქვთ, უფრო რთულ გამოცდას გულისხმობ. რაც შეეხება თვითონ საგანს და საგნებს, აქ მხოლოდ მარტივი ტექნიკური, ასე ვთქვათ, შაბლონების დამახსოვრებაა საჭირო, მით უმეტეს წინასაგამოცდოდ და იმ თეორიის გახსენება და თავმოყრა ერთ კონკრეტულ საათობრივ ბადეში, რასაც თითქმის ალბათ 7-8 წლის განმავლობაში სწავლობდნენ სკოლაში. არსებითად არაფერი არ არის განსხვავებული, თუ არ ჩავთვლით უბრალოდ 10 თვე ხელახლა იწყებ იმას, რასაც სწავლობდი მე-7 კლასიდან მაგალითად. გამარჯობათ, მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ გამოცდებში. აქ დაისვა საკითხი იმაზე, რომ რა შეცდომებს უშვებენ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მასალა დიდია, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც ბატონმა შალვა თქვა, არაფერი ისეთი განსაკუთრებული. შეცდომებზე ხა ტექნიკური შეცდომებიც არის და ძირითადად დაუკვირვებლობა. ხა ტექნიკურ შეცდომაში გულისხმობ, რომ ჩემი რჩევა იქნება, როგორც კი მოვა თქვენი საკითხები, არ დაიწყოთ მისი მთლიანად გადაფურცლა. ამით თქვენ დროს დაკარგავთ. იცით, რომ უკვე იცით, ამ გამოცდაზე არის 4 ტიპის სწავლება, დაიწყეთ ერთ-ერთით, რომელიმე პირდაპირ დაიწყეთ იმის კეთება. ანუ გადაფურცლა რა არის, შიგნით როგორ არის, ამით ძალიან ბევრ დროს დაკარგავთ, პირდაპირ დაიწყეთ კეთება. მეორე, ხშირად არის შეცდომები დაუკვირვებლობა, აი რა დაუკვირვებლობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. კითხვაში არის დაუშვათ ასეთი ტიპის კითხვა, რომ კონკრეტულად დავუშვათ აი ასეთი რამ, რომ მოცემულ პასუხებში რომელი არ არის სწორი. აი არც არ აქცევენ ყურადღებას და ხშირად ეს დაბნევას იწვევს, იმიტომ რომ 3 სწორი პასუხია და შეიძლება ამან დაგაბნიოთ, ამიტომ სწორედ რომელიც არ არის სწორი. აი ეს არის ძალიან აი ტიპური შეცდომა ხოლმე, არც არ აქცევენ ყურადღებას და აი ასეთი დავალების დროს. რაც შეეხება ასევე შეცდომა მოსდით ბავშვებს ხშირად წყაროს ანალიზის დროს, სადაც არის ხოლმე რომ დავუშვათ წყაროს მიხედვით. ამ შემთხვევაში თქვენ პირდაპირ წყაროში რაც წერია, ის შეგიძლიათ აი ეს ფრაზა გადმოიტანოთ და არ დაიწყოთ ფიქრი, ვაიმე რა ხდება და როგორ ხდება. აი კონკრეტული აი ესეთი ტიპური ის არის ხოლმე, რა ქვია, შეცდომა და ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება რუკის ანალიზზე, სადაც აი ასევე ეშინიათ ამ რუკის ანალიზს. ყველაფერი წერი. ან წერია თვითონ რუკაზე პირდაპირ და ან ლეგენდაში, ლეგენდა არის იცით თანდართული, სადაც არის ყველაფერი. აი ასეთი პასუხი მექნება ამ კონკრეტულ კითხვას. სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივია, ვიდრე რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია, ვიდრე წარმოუდგენია და მიდიან შიში და არაფერი საერთოდ საგამოცდო ეიფორიას ჩვენ ხშირად მასწავლებლები, მშობლები ბევრად უფრო ვუქმნით ემოციურად, არა მდგრად ფონს, ვიდრე ერთიორად ბავშვები არიან ხოლმე მობილიზებულნი, იმიტომ რომ მე მინახავს ის ბავშვი, რომელიც სულ ნერვიულობს და სულ ღელავს და იმას ბევრად უფრო კარგი შედეგი აუღია, ვიდრე ის, რომელიც გაჩუმებულია ამ ყოველდღიურობით, რომელსაც მიხვება საბოლოო ჯამში. ამგვარად
რა ვიცი, სანერვიულო ნამდვილად არაფერი არ აქვს, მე ასე ვთვლი. კარგი, შალო, მაშინ შემდეგ კითხვას თქვენ დაგისვათ. ხშირად როცა გამოცდანი ცოტა დრო რჩება, მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მთელი მასალა გადაიმეორეს, ყველაფერი ერთმანეთში აერია და დაიბნენ. გონიათ, რომ გამოცდაზე არაფერი გაახსენდებათ. რა ხდება ამ დროს? რა შეიძლება გააკეთოთ? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გამოცდა არ ამოწმებს რეალურად ცოდნას. მოდი ასე დავიწყებ, იმიტომ რომ ცოდნას რომ ამოწმებდეს, გამოცდის ფორმატი ამ სტრუქტურით არ იქნებოდა შედგენილი და შეიძლება პირდაპირ ღია კითხვა მოვიდეს მაგალითად და შეგიმოწმოს, როდის მოხდა კონკრეტულად ეს მოვლენა, ან ვინ იყო ესა და ეს ამ სახელმწიფოს მეფე. და შენ არც არჩევით ბოლოიანი პასუხი გქონდეს, არც წყაროს ანალიზი შეგეძლოს, პირდაპირ დაწერე პასუხი. ანუ ეს არის ჩემთვის ცოდნის შემოწმება. ან ზეპირი გამოცდა, რომელიც უახლოეს წარსულში გვახსოვს, როგორი სტილის იყო და რა ტიპის შეიძლება ყოფილიყო. ამგვარად ტესტი მეტადრე უფრო ამოწმებს ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას და გამეორებული და ესე დავიწყებული მასალა, რომელიც მათ ერთი შეხედვით არ ახსოვთ, თუ როდის მე ერთხელ მაინც წაუკითხავთ სადმე, აგერამ კონსპექტში თუნდაც აგერაც გვაქვს, ან წიგნში, ან მოусმენია, ან ფილმიდან შეიძლება კონტექსტი ახსოვდეს, ან სადმე აუდიო პოდკასტში მოусმენია ვინმესგან, თუნდაც დისკუსიის დროს რაიმეზე ჩართულა სკოლაში შეიძლება ის გაახსენდეს და არა მაინც და მაინც აბიტურიენტობის დროს ნასწავლი თემა, რომელიც უშუალოდ რეპეტიტორმა ასწავლა. ამგვარად ტვინი იმდენად უფრო სხვა მოვლენა, ვიდრე ჩვენ ცალსახად გონია ადამიანებს, რომ აი დამავიწყდა ვის არ აქვს რა თქმა უნდა მას გარკვეული მასზე გავლენებს გარკვეული ფაქტორები ახდენს, მაგრამ ცალსახად გეტყვით, რომ თუ თქვენ სწავლობდით და კითხულობდით და ამ ყველაფერს გააზრებულად აკეთებდით, რაც ყველაზე მთავარია, ჩათვალეთ, რომ თქვენ გამოცდაზე არათუ გაგახსენდებათ ის მასალა, არამედ შეძლებთ, რომ სვლელობა მისცეთ თქვენს ანალიტიკურ და ლოგიკურ, ასე ვთქვათ, მსჯელობას. რაც კიდე შემიძლია დავამატო, ტესტის წერისას, როგორიც მაგალითად შეიძლება ეროვნულის ტესტის ვარჯიშის დროს გამოვლინდეს შეცდომები, ხო? იმ შეცდომებზე, რაშიც შეცდომას დაუშვებს აბიტურიენტი, იმ შეცდომებს ინიშნავს, ან ასწორებს თვითონ ნაიკის მიერ გამოცემული, გამოქვეყნებული ტესტების პასუხებით და შემდგომ იმ შეცდომებს იმ შეცდომის თემებს იმეორებს, რაშიც შეცდომა დაუშვა უკვე. ანუ ფაქტობრივად გამეორება ხდება არა ესე თავიდან დაიწყო და გახვიდე ბოლომდე, არამედ რაშიც შეცდომას უშვებდი ამ პროცესის დროს, იმას იმეორებ ხელახლა და აღდგენა ხდება ფაქტობრივად. ესე იგი გამეორება არ ნიშნავს გავლილი მასალის ახლიდან გადაკითხვას მაინც და მაინც არამედ თემატურად გამეორებას და ფაქტებს ერთმანეთთან დაკავშირებას. ხო, ეს არის ის, რაც შენს გონებაში ბნელ წერტილად შეიძლება მოვნიშნოთ და რაღაც რაც არ გაგახსენდა, მაინც და მაინც არ არის მიზეზი ამის ის, რომ მე არ მახსოვს ის და არ ვისწავლე, ან არ მასწავლეს, ან არა, შეიძლება უბრალოდ იმ მომენტში დაგავიწყდე. ხანდახან მავიწყდება წყალს რა ქვია ხოლმე კონკრეტული ფირმისას და მე 5-10 წუთში მახსენდება. ამ მომენტში თუ რამე დაავიწყდათ, შეუძლია ადგნენ თუნდაც 2 წუთი, გავიდნენ ჰაერზე, შემოვიდნენ და გაახსენეთ. აი ამას ვერ დაგეგმავ ასე, რომ ყოველი მოსწავლე, რომელიც ძალიან აქტიური მსწავლელი იყო, თეორიტიკოსი ერთგვარად და ყველაფერს სწავლობდა და საერთოდ ესეთი სტრესის ფონზე არაფერ არ გავხსენებია და უფრო პრაქტიკოსი მოსწავლეებიც ყოლია, რომელიც უშუალოდ მიზნობრივად მუშაობდნენ. ამიტომ ცალსახად ვფიქრობ, რომ მასალის გამეორება შეცდომებზე უნდა მოხდეს, შეცდომებით უნდა მოხდეს და არა მაინც თავიდან ბოლომდე. ანუ აღიაროთ ისტორიის გამოცდა, ეს არ არის მხოლოდ ფაქტების და წლების დაზრდა. ამ ტესტში ნამდვილად არ არის ეგ. თორე ისე შეიძლება იყოს, კი. ანუ თუ რაღაც დაავიწყდა მოსწავლეს, მას შეუძლია ლოგიკური აზროვნებით გამორიცხვის მეთოდით პარალელების გავლებით სწორპასუხამდე მაინც მივიდეს. ტესტის სტრუქტურა მასია პრინციპში შედგენილი 70% დაახლოებით ჩემი დაკვირვებით ლოგიკური ანალიტიკური აზროვნებაა და ის 30% რაც უკვე ცოდნის გამოყენებას გთხოვს, უпроსტად ცოდნით დადასტურებას გთხოვს, ამ ლოგიკური მსჯელობის არის მინიმალური სტანდარტი და მაგალითად წლები და მოვლენების გამეორება არსებითად და სწავლა ან დაზეპირება თუნდაც მაინც ამ გამოცდას, რომ ესენი გამოცდას აბარებენ, ხო? შეუცვლით რეალობას ამ შემთხვევაში. ესე იგი ისტორიაში ვერ გადავალთ ფაქტების ცოდნას, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ მსჯელობით შეგვიძლია სწორპასუხით მივიდეთ თუ რამე კონკრეტული დაგვაწყდა. ამ ტესტებში ასე, აი 2013-12 წლის ტესტებში რომ შეხედოთ, იქ ცალსახად სხვა რეალობა იყო და
უფრო უნდა გწოდნოდა პასუხი, აი წლებიც კი მოდიოდა კითხვებში და ახლა საერთოდ 2016 წლის შემდეგ რაც ეროვნული სტანდარტი ფაქტორად შეიცვალა, იქ უკვე სხვა სტილის კითხვები მოდის. მსჯელობა, რომელი მსჯელობაა სწორი, რომელი მართებული ინფორმაცია, რომელი არ არის სწორი მსჯელობა და შედარებას ითხოვს, ანალიზს ითხოვს, კითხვის კონტექსტის, პასუხის კონტექსტთან შედარებას ითხოვს და ასეთ რაღაც ქსელური ანალიტიკა უფრო გჭირდება, ვიდრე მაინც რაღაცის ცოდნა ხშირ შემთხვევაში. თან ეს კითხვები ისე არის მოტანილი, რომ აქედან 2 თავიდანვე შეიძლება გამოირიცხოს და 2-დან უნდა მივიდეთ სწორპასუხამდე. ასე რომ მსჯელობითაც შეიძლება სწორპასუხამდე მივიდეთ, თუ ზუსტად არ გვახსოვს სწორი პასუხი და ამის გამო ტრაგედია არ იქნება ეს. არა. დაიბნე გამოცდას. კარგი. ბატონო პროფესორ, თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით. თქვენი დაკვირვებით ყველაზე ხშირად რა ნაწილში უშვებენ ბავშვების შეცდომა? ხო, კიდე დავეთანხმები, მაშინ გავაგრძელებ ამ თემას. ეს ღია კითხვების უკვე 2005-დან წამოვიდა პრინციპში, რაც ეროვნული გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიქმნა. თუმცა იყო იქ ცოდნაზე აგებული, მაგალითად ქრონოლოგია უნდა დაგელაგებინა და ეს ცოტა ის იყო, რა ქვია, რთული იყო ბავშვებისთვის, მაგრამ ღია კითხვები უმრავლესობა იყო ყოველთვის და ეს ჩემი აზრით სწორედ გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ ჯგუფის და იმ გუნდის დამსახურება მინდა აი პირდაპირ მადლობა უთხრა მათ კონკრეტულად ისტორიკოსებს რომლებიც ადგენდნენ ტესტებს და ჩემთვის ყოველთვის მისაღები იყო ღია კითხვები ვიდრე დახურული ტიპის კითხვები რა თქმა უნდა აი შემდგომ ხო და შემდგომში სულ ღია კითხვებზე და მართლა ეს გამორიცხვის მეთოდი ძალიან კარგია ბავშვებს ვეუბნები რომ გამორიცხეთ აი აშკარად ჩანს რომ არ არის სწორი პასუხი ხო გამორიცხეთ და მე 2-დან 1 ან 2-დან 1-იც არა უკვე რომ გამორიცხავი კერტს დაინახავ მით უმეტეს თუ წაკითხული გაქვს ან ეს ციგნი ან საერთოდ სახელმძღვანელოები აი იქ 4 სავარაუდო აგირთ არჩევით ბოლოიან ტესტებში რომელიც ამ ბოლო დროს უფრო გაიზარდა მათი ხვედრითი წილი 35 ქულას აძლევს. ნუ ეს ცოტა ჩემთვის ის არის მეუღებელი, უფრო კარგი იქნებოდა უფრო მეტი ანალიტიკა, მაგრამ ესეც შეიძლება, აქაც შეიძლება არჩევით ბოლოებიან 4 სავარაუდო პასუხიდან ერთის თავისუფლად, მაშინ მე ამოგიტივტივდება. მით უმეტეს რაც ბატონმა შალვა თქვა, ძალიან კარგია რომ და ეს 2005-დან დაიწყო, იქ იყო 1-2 შემთხვევა, მაგრამ მერე უკვე გამოირიცხა, რომ აი თარიღების დამახსოვრება. ეს არის იცით რა არის ეს რეალურად დაიზეპირებს, დაიზუთხავს, მოდი ესე პირდაპირ თქვა ბავშვი და 2 თვის მერე არ ეცოდინება, მარტო გამოცდისთვის გააკეთებს, ხო? ამ დროს როცა შენ ანალიტიკურად იცი უკვე შენ ეს საკითხი, შენ თავისუფლად შეგიძლია პასუხის გაცემა იმაზე, რაც იქ სულ იმაზე მაპატიეთ და ცოტა სლენგისთვის შაყირობ ხოლმე, რომ აი ჩემთვის როგორც მე თან მასწავლებელიც ვარ, ხო? ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ერწუხის ბრძოლის ზუსტ თარიღს მეტყვის თუ არა 1-2 წელი თუ შეეშალა მერე რა. თავარია მან ეპოქა იცოდეს. ის დავით აღმაშენებს და რატო მოხდა ის ერწუხის ბრძოლა? აი რატო იყო ეს მოვლენა, ხო? მაპატიეთ ასეთი შედარებისთვის და აი ასეთი ტიპის ტესტებია სწორედ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ კოლეგებს, რომლებიც იქ მუშაობენ და ძალიან კარგად შედგენილი ტესტებია. კი იყო რაღაც ჩავარდნებიც ხანდახან შეცდომები იყო რაღაცები, მაგრამ ეს იყო ადრეულ წლებში, მაგრამ არაფერი, ეხლა ყველაფერი მე მგონი ძალიან ნორმალურად არის. ნამდვილად ეხლა არაფერი საპირფერო მათთან არ მაქვს, უმეტესობას არც ვიცნობ, ერთ-ორს ვიცნობ, ისე ხო, მაგრამ ასე რომ ნუ გეშინიათ. იმ 35 ქულიანშიც ასე ვთქვათ ძალიან კარგად მოახერხებთ პასუხის გაცემას თუ გაქვთ მასალა ასე თუ ისე შესწავლილი. ყველაზე მეტად მაინც უჭირთ აი ანალოგიები. აი ეს მართლა ცოტა ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს. ეხლა ამას წინათ რაღაცას ვაკეთებინებდი ბავშვს და ანალოგია მანასკერტის ბრძოლაზე ისე უბრალოდ აი რა ანალოგია შეიძლება იყოს და იქ არის რომელი აი მაგალითად რა შედეგით დასრულდა და რომელს შეადარებდა, ხო? თითქოს ძალიან შორია მე-13 საუკუნიდან მე-11 საუკუნე, მაგრამ ანალოგია ძალიან კარგად შეიძლებოდა იქ აკეთება იგივე შაბურ პირველის 260 წლის ომთან, იმასთან ბიზანტია, რომი უკაცრავად უკვე მან ბიზანტია ჯერ არ არის, რომი სასანური ირანის ომთან, სადაც ერთი და იგივე მიზეზებია, ისევ სავაჭრო გზებისთვის და იმ ტერიტორიებისთვის ბრძოლა ორივე მხრიდან ბიზანტია და თურქ-სელჩუკებსა და სასანური ირანსა და მეორე პირდაპირ არის რომ ჩავარდა იმპერატორი ტყვეთ.
ანუ ეგ აი ხო ხდებით, აი ძალიან მარტივად ისტორიის მიზანიც ხო სწორედ ეს არის, რომ არა წლები გავიზებდოთ, არამედ ერთმანეთთან დავაკავშიროთ მოვლენები. დიახ, რა თქმა უნდა ეს არის. კარგით, ბაში ნახო შემდეგ კითხვაზე გადავალ. ხშირად აბიტურიენტები ჩივიან, რომ უზარმაზარი მასალა აქვთ გადასამეორებელი და არ იციან ეს საიდან გააკეთონ, როგორ არ დაიკარგონ ამ ზღვა მასალაში. ამ მხრივ მათ ჭირდებათ რაიმე რესურსი, სადაც იქნება რაღაც სქემატურად გაწერილი მასალა, რომელიც ამ უზარმაზარი მასალის შემოკლებული, თუმცა სტრუქტურული სისტემა იქნება. ამ მხრივ როგორც ვთქვი, შეიქმნა ისტორიის კონსპექტი და იქნება ამაზე უფრო ცუდად გვესაუბროთ. კი, ჩემთვის ცოტა უხერხულია, ხა მე ვარ ერთ-ერთი ავტორი ამ კონსპექტის და ამ ტესტებისაც. ხო. ნუ ეს შეიქმნა, იმიტომ რომ გაგვიადელებინა ბავშვებისთვის მართლა უზარმაზარი მასალა. თან, ეხა ერთ რამესაც გეტყვით, აი ბატონი შალვაც ასწავლის და იცის და რომ საბედნიეროდ ისე აგებული ჩვენი სახელმძღვანელოები იყო უბრალოდ ეხა არ ვიცი როგორ იქნება, სადაც ბევრი არის წყაროები. წყაროების ანალიზი და იქ ეხა ჩვენ კომპაქტურად გავაკეთეთ ის მასალა, რომელიც არის აი ზუსტად იმ არჩევით ბოლოიან ტესტებში 35 გულიანში, იმიტომ რომ ფაქტიურად ნახევარზე მეტ 60%-ს აძლევს ის გულების. ამიტომ კონსპექტი გავაკეთეთ, იმიტომ რომ აი ის არჩევით ბოლოიან ტესტებში ადვილად შემოხაზონ ის სწორი პასუხი. და ტესტებიც ისე ავაგეთ, როგორც აგებენ დაახლოებით გამოცემის ეროვნული ცენტრის ექსპერტები. რომ ბავშვი, რომელიც მივა იქ გამოცდაზე, მისთვის უცხო არ იყოს ეს ტესტები, მათთვის არ იყოს. მანამდეც იყო ეს ტესტები გამოშვებული, სადაც 4-ვე ტიპის დავალება იყო და ახალ ტესტებში არის აი სწორედ არჩევით ბოლოიანზე გამახვილებული ყურადღება და ის ანალოგიებზე, რომელიც ყველაზე მეტად უჭერთ. იმიტომ რომ ანალოგიის გაკეთება არ არის ადვილი. ზოგადად შეიძლება ხა სტრესში ხარ, რაც არ უნდა ეხა ვილაპარაკოთ ჩვენც გავსრულვართ გამოცდებზე ახალგაზრდობაში, მე მასწავლებლის გამოცდაზეც ვიყავი და თავისებული სტრესია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს ეხა სკოლა ახალი დამთავრებული აქვს ბავშვი და ჯდება იქ და უცებ შეიძლება ვერ ამოუტივტივდეს რაღაც. ამიტომ ეს დაეხმარება გარკვეულწილად. ჩემთვისაც რომელიც ახალგაზრდა და დამწყები პედაგოგი ვარ, ყველა წელს გამოცდაზე გავდივარ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ არ უნდა ვინერვიულო, ყოველივეს მაინც მეც ვინერვიულე, სხვათა შორის თავის დროზე, როცა ორი გამოცდა ჩავაბარე სპეციალობის და იმის, რა ქვია, უნარების თავიდან რო იყო. ჩავაბარე ხა და არაფერი სასიამოვნო არაფერი არ არის ამ გამოცდებში. ბატონო შალვა, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. იქნება ბავშვებს მისცეთ გარკვეული რეკომენდაციები, როგორ იმუშავონ რუკებზე. რუკებთან დაკავშირებით. აი დავამატებ ბატონ ბესოს ნათქვამს ამ წიგნებთან დაკავშირებით. სხვა შორის მე წერ ხოლმე პატარა ვიდეოებს, რითიც მინდა გავუადვილო მოსწავლეებს აღქმა და ძირითადად შემიძლია ვისაუბრო ვრცლად და გამოვიყენო რაღაცა საუნივერსიტეტო მასალა და მივყვე ამას, მაგრამ ეს არსებითად მოსწავლეებს ძირითადად არ აინტერესებს და არც გისმენენ საბოლოო ჯამში და ბოლოს აღმოჩნდა რომ ეს წიგნები გახდა ყველაზე მიმზიდველი და მოსმენადი, უხეშად რო ვთქვათ, რომელიც არსებითად პირდაპირ ალაგებს იმ საგამოცდო ნიუანსებს და რაც ყველაზე მთავარია ახალ გრიფირებულ წიგნების ბაზას მიჰყვება. იმ ქაოტური ბაზა, რომელიც არის ის ქაოტური ბაზა, რომელიც შექმნილია და პრაქტიკულად დროის სიმცირის გამო ავტორებმა თითქმის ვერ შეძლეს რაღაცა ამ უზარმაზარი მსოფლიო ისტორიის ისე დაალაგება, რომ რაღაცა მომხდარიყო ფაქტობრივად უფრო აღქმადი ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. აქ გამოიკვეთა სწორედ ამ და ის მინუსი ამ წიგნში შეივსო ამ წიგნებით ფაქტობრივად, რომ მარტივად აღქმადი გახდა და ვიღაცას ვინც ახლა მაგალითად ყველაფერი არეული ქონდა გონებაში ამ წიგნებმა დაალაგა. და ამ ვიდეოებში რაღაც 10 ვიდეო მაქვს 10 თემიდან აღებული და მივყვები ახლა არ ვიცი რომელიმე წელს მოურჩევი საბოლოო ჯამში ბოლომდე, მაგრამ მაინც არის ეს შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება ახსენა ანალოგიაზე მე რაც შემიძლია აბიტურიენტებს ვურჩიო არის ასოციაციური აღქმების რუკა, რომელიც ეხება კონკრეტულად ეხა მე აქ თან ტესტი მაქვს გახსნილი წინა წლის და აი მაგალითის მიხედვით რომ თან მოგიყვანოთ, ეს არის 2025 წლის პირველი ვარიანტი და თქვენ შეგიძლიათ გახსნათ თან და ჩემთან ერთად მსჯელობისას რომ გამოკეთოთ, აი მაგალითად აქ არის ვენის კონგრესი კონკრეტულად წინა წელს, რომელიც თითქმის უმრავლეს აბიტურიენტებს გაუჭირდათ სამწუხაროდ.
ერთ-ერთი რთული თემა მოვიდა. აი ამ კონგრესზე, რომელიც ეხება რაღაცა ტიპის კონფერენციას, მაგალითად, ხო, ეს არის განზოგადებული ვერსია ამისი. თქვენ აბიტურიენტებმა ნასწავლი თეორიული მასალიდან შავ ფურცელზე უნდა ჩამოწეროთ დაახლოებითი ყველა კონფერენცია, რაც კი შეიძლება გაიხსენოთ. რაიმე სახის კონფერენცია. თუ შეგხვდათ მეფის თავის მოკვეთა, გაიხსენოთ მეფის თავის მოკვეთა, რა გახსენდებათ ზოგადად, თუ ასეთის არსებობს. ანუ ეს არის ტვინზე გონებრივი იერიში, ეგრეთ წოდებული, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს, რომ შენ გაიხსენე თავის მოკვეთის სცენა, მაგალითად, თუ სადმე გისწავლია. ანუ ეს ტვინი ერთი შეხედვით არის რაღაცა ტექნიკა, რომელსაც AI-ს რო ზუსტი პრომპტები ჭირდება და ბრძანებები დაახლოებით ასეთი ბრძანებები ჭირდება და თუ ლოგიკურ კიბეს სწორად ააგებ, აი მასწავლებელი იმიტომ არის მასწავლებელი, რომ მოსწავლეს ლოგიკურად უგებს საფეხურებრივად კიბეს, რომ გაიყვანოს დასკვნამდე, მაშინ წაიკითხავს და თვითონ მიხვდება. ასე უნდა მოექცეს მოსწავლე თავის ტვინს, რომელმაც ინფორმაცია იცის, გარკვეული ანალიზი გააკეთა როდისღაც და ის ინფორმაცია აღიდგინოს, ოღონდ ისე რომ ზუსტად გაუშალოს უხეშად რო ვთქვა, დაუღეჭოს ეს თემები თავისივე თავს. და ამ ასოციაციური რუკით თითქმის იმ ზოგადი კონტექსტის დაწერა შესაძლებელია ანალოგიაში, რაც მინიმალურ ქულაზე შეიძლება გაიყვანოს, რამაც შეიძლება გაიყვანოს. რაც შეეხება რუკის დავალება, როგორც ბატონმა ბესომ, მე მოსწავლებს ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ თუ რუკაში ქულას დაკარგავთ, Facebook-იდან წამშალეთ და ყველაფრიდან წამშალეთ, იმიტომ რომ ეს დავალება არის 5-6 კითხვიდან 5 არის ზუსტად რუკაზე და ერთი კითხვა მოდის ხოლმე ძირითადად, რომელიც ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს. ანუ ის რაც უშუალოდ მოსწავლემ ისწავლა და ისიც იმ 5 კითხვის კონტექსტიდან აგებული ლოგიკურ ანალიტიკურ ეპოქალური ანალიზის რაც შეიქმნება, თავადვე შექმნის ამას სქემას. ოღონდ ერთს გირჩევთ, რომ და აქვე სანამ დამავიწყდება ვიტყვი, ზოგადად არსებობს 3 ტიპის მეხსიერება: სმენის და თვალის, ხო, რასაც ისმენ და უყურებ, მეორე არის წერის მეხსიერება და მესამე არის გონებრივი, ის ანალიზი, რასაც გონება აკეთებს აი ამ ყველაფრის შედეგად და ეს წერის, სმენის და განსაკუთრებით წერითი გამოიყენეთ. შავ ფურცელზე წერონ, მე ამას ვურჩევ მუდმივად, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი დადასტურება ბეჭდის დასმა იმას, რასაც ფიქრობ გონებაში, ან რასაც უყურებ ამ შემთხვევაში. შესაბამისად, რუკაზე აი ამას ასე თუ მიყვები, ცალსახად პირობითი აღნიშვნები აი და ვიდეოს გასვლის დროს თუ მაგალითად ამ რუკას გამოიტანთ კონკრეტულად, სადმე კარგი იქნება, პირობით აღნიშნებს თუ ნახავთ, აქ არის თითქმის ბრძოლები მოცემული ისე და აი მაგალითად რაც უნდა გაითვალისწინოს, რაც ხშირად არიციან ხოლმე და სამწუხაროდ მასწავლებლებიც ამას არ ეუბნებიან. წერტილოვანი ხაზები არის ძირითადად უკან დახევა, უწყვეტი ხაზები არის გადაადგილება ჯარების და დანარჩენი უკვე ისეა სიმბოლოები მოცემული, რომ თვითონვე რუკა გეუბნება რა არის. აი რასაც შეიძლება ვერ მიხვდე. ადრე მოდიოდა ხოლმე ბრძოლის სქემები, მაგრამ ეგ აღარ არის და შესაბამისად გამარტივდა კიდევ უფრო. ამგვარად რუკას თავისი წამკითხველი ბაზა, ეს მეხუთე კლასის მასალა სხვათა შორის, აქვს რუკის პირობითი აღნიშვნები, რა არის რუკის ლეგენდა და შესაბამისად აი ამ კონტექსტით შეიძლება ნებისმიერ პასუხს გასცენ რუკაზე არსებული ინფორმაციით. უბრალოდ მათ თავიდანვე ასეთი ფსიქოემოციური განწყობა თუ ექნებათ, რომ მე რუკას ვერ ვიგებ, იმიტომ რომ პირდაპირ ასეთი კითხვით მომდა ვერ ვიგებ და აბა რას ვერ იგებ რო ეკითხები და აი ვერ ვიგებ, იმიტომ რომ რეალურად თუ შენს ვერ ვიგებს ვერ ხსნი, რატომ ვერ იგებ, შესაბამისად არც არასდროს გიცდია მაგალითად მარტივად თუნდაც გააკეთებინა, იმიტომ რომ ეს უნარები თავადვე ადამიანებს მოხვდებათ ხოლმე. ამგვარად რუკაზე უფრო არ ღელავ და არ ღელავენ ხოლმე ალბათ და არ უნდა იღელონ აბიტურიენტებმა ვიდრე არჩევით ბოლოიან დავალებაზე და რატო ამ დავალებას აქვს 35 ქულა, ანუ ტესტის ნახევარზე მეტი 60% და წინა წელს გრანტების პროცენტული მაჩვენებელი დაეცა და ჩვენ ყავდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცოტა მაჩვენებელი მაღალქულოსნების იყო ზუსტად აი ამ დავალების ეს დავალება იყო ამისი მიზეზი ამ შემთხვევაში, რატო? იმიტომ რომ ამას აქვს თავისი ერთგვარი მიდგომა და ამას ასევე სჭირდება
მინიმალური ცოდნა და ხანდახან მაქსიმალური ცოდნაც თუ მოგვივიდა მაგალითად ისეთი კითხვა რომელიც ქუთაისის რომელიღაც ეპისკოპოსს ეხება ეხა აღარ მახსოვს რომელი კითხვა იყო რაღაც თვითონ მეც ვერ გავიხსენე ეს დეტალი რას ეხება თქო ხან ისეთი კითხვა შეიძლება მოგივიდეს ყოველ შემთხვევაში 35-დან აქ შეიძლება იყოს 7-8 სუფთა ფაქტობრივი ჩემი დათვლებით ეს რა თქმა უნდა არ არის ზუსტი მაგრამ დაახლოებითია დანარჩენი კითხვები უკვე 35-დან არის მსჯელობაზე დაფუძნებული რაც პირდაპირ გაძლევთ იმის გარანტიას რომ ამ კითხვას თავი არ უნდა დაანებოთ თუ ვერ იგებთ სჯობს დატოვოთ გააკეთოთ სხვა კითხვა და 10 წუთის მერე დაბრუნდეთ ან 5 წუთის მერე დაბრუნდეთ აი ბოლოს რო დაუბრუნდე არა 10 წუთი მაქსიმუმ რაც ფსიქოლოგიაში არსებობს რომ შენ დაიმშვიდო ემოციური მდგომარეობა მდგრადი გახდე უფრო და მიხვდე რომ ამან ეს როგორ გამიბედა ეხლა მე ვერ გავაკეთე და მოდი ეხლა მიუბრუნდები და ეხლა მე შენ გეტყვი რას გიზავ და რას გაიკეთებ ამგვარად ამ არჩევით ბოლოენს აქვს ეს კონტექსტი და ბოლოს უკვე ამ სტრუქტურაზეც მოკლედ ვისაუბრებ უკვე თუ დაგვრჩება შესაბამისი დრო. აუცილებლად. ეხლა მარტივად ვთქვათ რომ ესე იგი მოსწავლეებთან ფსიქოლოგიური მუშაობაც გვმართებს. ჯერ ერთი ის რომ შიშის მომენტი ფსიქოლოგიური მუშაობაც არა, ფსიქოლოგიური მუშაობა გვმართებს. შიშის მომენტი მოვხსნათ, დავაჯეროთ რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ მიღებული ცოდნის გამომჟღავნება თან მით უმეტეს ისეთი მარტივი საკითხი როგორც არის რუკა, როგორც აღნიშნეთ, არ შეიძლება რომ აქ ქულები დაკარგონ. იმიტომ რომ მართლა თვითონ რუკა გველაპარაკება და ერთხელ ან ორჯერ მაინც თუ აქვთ ბავშვებს უკვე გაკეთებული წინაწლის ტესტები, უკვე აქვთ ის პრაქტიკა, როგორ უნდა იმუშაონ სწორად. ეხლა ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ბავშვებს მივცემთ რამდენიმე მოკლე რეკომენდაციებს, რომელიც გამოადგება წინა საგამოცდო პერიოდის ნაკლებ სტრესულად, რომ ნაკლებად სტრესულად გაატარა. კარგით, გავაგრძელებ ბატონ შალვას მაშინ საუბარს, ასე ვთქვათ, ნასაუბრებს. ესე იგი, რა ხდება? არჩევით ბოლოიანზე ძალიან სწორი თქვა ბატონმა შალვამ, რომ თუ რაღაცა ვერ გააკეთეთ, რომელიმე ერთი არ ჩააჭიჭინდეთ, ასე ვთქვათ მას, გაიარეთ, სხვები გააკეთეთ და მერე დაუბრუნდით. ბოლოს არა, იმის ბოლოს კი არა, რა ქვია, მთელი ტესტის ბოლოს. არამედ 35 არჩევით ბოლოიანს აკეთებ, ხო? გააკეთე ისინი, რაც აკეთე და მერე დაუბრუნდი. 10 წუთით, ხო? იმიტომ რომ ძალიან ადვილად აკეთებენ გარკვეულ იმას, თუ იცი რა თქმა უნდა, თუ არ იცი, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ხო. ანუ გააკეთე 35-დან დაუშვათ 30. ის 5 ხო დაგჭა, უცებ გააკეთე, მე დაუბრუნდი და აი გამორიცხვის მეთოდი გამოიყენეთ, გაიხსენებ, მე გაგახსენდებათ ყველაფერი. არაფერი ისეთი რთული იმ არჩევით ბოლოიანში არ არის. ნუ ხა შეიძლება თქვენ ვითხრათ ახლა ბავშვები ამბობენ, ხო, თქვენთვის არ არის რთული, მაგრამ ეგრე არ არის, ნამდვილად არ არის თუ იცი. რაც შეეხება რუკას, აი ისევ რუკაზე გავაკეთე. ბავშვებს ეშინიათ იმის გამო, რომ ხშირად არიციან სამწუხაროდ თვითონ რუკები. არიციან სად არის პირინეს ნახევარკუნძული, სად არის ბალკანეთის, ხო, ბეჭდე კლასის მასალაა მესმის, მაგრამ ნუ არიციან, ხო, თქვენ შეხვედრიათ ალბათ, ეს პრობლემა აქვთ ძალიან ბევრს ბავშვებს. ხო, მაგრამ ისევ არ შეგეშინდეთ. თუ არიცი, დაუშვათ სკანდინავიის ნახევარკუნძული სად არის, ხო? თუ ესეთი ყველაფერი წერია. ის სკანდინავიის ნახევარკუნძულით წერია. ის ისრებიც არის, დაუშვათ ნორმანებზე მოგივიდა, ხო, საიდან ისრებით მოდის, საიდან მოდის ნახე. პირდაპირ აი ეგ გაიმეორეთ, რომ საიდან მოდის. იგივე ბერძენ სპარსელთა ომი თუ არის, ხო, ნუ ნახავ რა იქ რომ ბალკანეთის ნახევარკუნძული აწერია, ზედ რუკაზე აწერია ყველაფერი. ეს გადაჯვარედინებული ბრძოლის ადგილია, თუ იქ თერმოპილი აწერია, ესე იგი ის დაკვირვების ამბავია. ანუ ყველაფერი თქვენ თუ დააკვირდებთ, ყველაფერი წერია და მართალს ბრანდებს ბატონი შალვა რომ მაგ ფაქტიურად შეცდომა არ უნდა დაუშვა რა რუკაზე. ხო, ერთი რაც შეიძლება აი აქ დავამატო არის ის რომ თუ თქვენ აი თქვენ ახსენეთ ორი ტესტი მაგალითად. მე გირჩევდით რომ აიღეთ ყველას ავტორის მიერ დაბეჭდილი ყველანაირი ტიპის რა ქვია ეროვნული ტესტის მსგავსი სიმულაცია გნებავთ მე მომწერეთ პირადად ბატონ ბესოს და მე პირადად არ ვიცი გაგიზიარებთ და აკეთეთ სხვადასხვანაირი ტიპის სირთულის ასევე თქვენ გააკეთეთ აიღეთ ცალკე რვეული და იქ ჩაწერეთ თქვენივე სტატისტიკა ქულათა ბალანსის რა ქულებს იღებდით ასევე აღწერეთ თქვენი შეცდომის ტიპები. მაგალითად, მე მოსწავლეებს გარჩევისას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ხოლმე და ყოველთვის ვეუბნები რა ტიპის შეცდომა დაუშვი. დაუკვირვებლობის გამო და სხვა შორის, აი რამოდენიმე კვირის წინ ჩემმა მოსწავლემ აიღო პირველად 58 ქულა.
ტესტში. 60-დან კარგია, ძალიან მაგარი. დაიმახსოვრე მეთქი რა მოხდა ამ დღეს, იმიტომ რომ ნაჭამი იყავი, არ იყავი, უძინო იყავი თუ გეძინა კარგად. აი ესეც კი ქულის ხარისხზე გავლენას ახდენს და საბოლოო ჯამში შენ თუ ის მომენტი ერთხელ მიაღწიე, როდის მოხდა ასეთი რაღაც შედეგი და დადე ხო? უსათუოდ მიხვდები როგორ ეს არის გამოცდილება, აი ფეხი მოიტეხე, როგორ მოვიტეხე ფეხი. აი ხო ვიცი და როგორ ავიღო 58 ქულა ერთხელ მაინც ხო? თუ ამას ვერ ახერხებთ, ესე იგი თქვენ მეთოდი უნდა შეცვალოთ, მიდგომა შეცვალოთ, ხასიათი მათ შორის, ან ადრე დაიძინოთ თუ ტესტს წერთ მაგალითად კონკრეტულად, დროის მენეჯმენტი, აი იმდენად ბევრი ფაქტორი იყრის საბოლოო ჯამში თავს, აქ შეიძლება გამოიკვეთოს ფაქტობრივი შეცდომები და ცოდნა, გამოიკვეთოს უყურადღებობა, დაუკვირებლობა, ვერ დავინახე, ვიღაცამ დამიძახა კონკრეტულ მომენტში, აი ჩიტმა ჩაიფრინა თუნდაც საგამოცდო მომენტში და გავხედე და მორჩა. ანუ კონცენტრაცია სჭირდება გარკვეული დრო, ფაზები აქვს ერთგვარი, რომ კონცენტრირდე ადამიანი. ამიტომ არის რომ დაწყებით კლასებში კონცენტრაციას რომ მოიპოვებთ და ვიღაც შემოვარდება გაკვეთილზე უცბად, ხო, ეს აკარგვინებს და ამიტომ გვაქვს მასწავლებლებს წესი რომ არ დააგვიანო. დაგვიანება და რატო არ მიშვებ, რომ გეუბნებიო ხოლმე ხანდახან მოსწავლე. კონცენტრაციას აკარგვინებ ყველაფერს და კონცენტრაციას თუ დაკარგავთ ტესტზე, თქვენ დაკარგავთ სავარაუდოდ ქულასაც. იმიტომ რომ იმ კონცენტრაციას აქვს თავისი აი ესეთი ასვლითი და ჩამოსვლითი ჰარმონიული ხასიათი და ამ ჰარმონიას თუ მინორები დაუმატე ხანდახან ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. აქ რაც ასევე შემიძლია გამოვყო მოკლე დავხსნი არის ის რომ არჩევით ბოლოენ დავალებაში მანამ არ გადახვიდეთ პასუხზე და პასუხების ანალიზზე სანამ არ გაიგეთ კითხვაში რას გეკითხებიან. აი რა შედეგით დასრულდა პრუსიის ომი ავსტრიასთან 1866 წელს წერია და მორჩა წავედი ახლა წავიკითხე თუ არა გადავდივარ ეს არის შეცდომა. თუ კითხვაში ხა მასწავლებელს გაუჭირდება პირდაპირ კონცენტრაცია იმ ეპოქაზე და იმ მოვლენაზე თუ იმ ეპოქის კვლევარი არ არის განსაკუთრებით და ამ მომენტში თქვენ უნდა განაზოგადოთ აი ერთგვარი კაზუისტიკა რომ ავიღოთ მაგალითად რაც არსებობს იურისპრუდენციაში აიღეთ кейსი მაგალითად ეს ეხება ომის შედეგს ამოწერეთ რომ ჩვენ საუბრობთ ომის შედეგზე მეორე კონკრეტულად წელი თუ მოგცეს ესე იგი მე-19 საუკუნეში ვართ და გონებას კიდევ ერთხელ უნდა დაუღეჭოთ რომ ამ ეპოქაში ხარ ეს ამ შედეგს ეძებ ამ ქვეყნის ომის შედეგს ეძებ მესამე არის აქცენტის დასმა რას ვეძებთ ჩვენ ვეძებთ კონკრეტული ომის შედეგს და მერე გადავდივართ მეოთხე ეტაპზე უკვე არის 4 პასუხიდან 2-ის გამორიცხვა ბატონო ვესო მახსენა რომ ერთი მართლა გაფრენილია ხოლმე სამყაროდან და იმ კითხვასთან არაფერი შუაში არ არის და ასეც თავადვე მიხვდებით ძალიან მარტივად და მეორეც იქვე მდგომია ძირითადად არის ნეიტრალური პოზიციის მქონე მოქალაქესავით დამდგარი და ვერიგებს რომ ვისკენ არის კითხვისკენ არის თუ პასუხებისკენ არის თუ შენსკენ არის საბოლოო ჯამში ამ რომელიმე პასუხს გამოკვეთ აი მაგალითად ომის შედეგი არის თუ არა ის რომ ელზასი და ლოთარინგია ავსტრიას გადაეცა ომის შედეგი შეიძლება იყოს ტერიტორიების გადაცემა, ლოგიკურია კი. ომის შედეგი შეიძლება იყოს დაიბრუნა, ომის შედეგი შეიძლება იყოს რომ შეუერთდა, ან კიდევ გაძლიერდა. აი ყველაზე ალოგიკური გამოდის რომ გაძლიერდა პრუსიის პოზიციები ჩრდილოეთ გერმანიაში, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში კონტექსტ მიყვე, მაგრამ ხშირად ეს ამან არ შეგაცინოთ, ხშირად ლოგიკა იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ ხანდახან ფაქტობრიობას ცდება და აი აქ არის ყველაზე დიდი სიფრთხილე, რაც თქვენ უნდა გაიაზროთ. და ბოლოს დავასრულებ ალბათ წყაროს ანალიზით მე ჩემს ხედვას გაგიზიარებ წყაროს წაკითხვის 3 ხედვა არსებობს ჩემი აზრით რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი არის სწრაფი კითხვის მეთოდი როცა დრო ცოტა გაქვთ და ამ შემთხვევაში მაგალითად თუ ძალიან ცოტა დრო გაქვთ და აღმოჩნდეთ 15 წუთი დაგრჩათ გამოცამდე და წყარო დაგრჩათ და ეხლა 14 ქულა დაკარგო როგორია ხო პირდაპირ კითხვებს აიკითხავთ კითხვები არის დალაგებული ასე ვთქვათ წერტილოვანი ქრონოლოგიით ზემოდან მოდის რაღაც ჩონჩხის სახით და წერტილოვანი ქრონოლოგიით პირველი კითხვის პასუხი თუ პირველ წერტილში და აბზაცშია მეორე კითხვის არის მეორე აბზაცში და ასე მიყვება ძირთად ნუ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ნამდვილად გეხმარებათ თუმცა შეეძლოთ რა დაგხმარებოდეთ არ არა კარგია რო გეხმარება. და მეორე ეს არის ყველაზე ცუდ მომენტში. საშუალო ალბათ ის არის რომ გადაიკითხოთ თვალის ესე გადავლებას რასაც ვეძახით და რაც დაგრჩებათ გონებაში ის ჩამოწეროთ ასოციაციურად მეფე იყო, დავითი იყო, ქვეყანა იყო, ბრძოლა იყო, აი რაზეა ყურადღება აქცენტებით დასვა.
როცა დაახლოებით 40 წუთი გაქვს სავარაუდოდ დარჩენილი და მე კითხვებს მიყვა და მესამე არის როცა დიდით რო გაქვს მაგალითად 1 საათი თუ დაგრჩა არსებითად თქვენ შეგიძლიათ აბზაცების ანალიზი გააკეთოთ რის შესახებ არის ეს აბზაცი თქვენ შავ ფურცელზე 12 აბზაცი ჩამოწერილი გქონდეთ რომ ეს არის მეფის კვლელობაზე ეს არის ომის დაწყებაზე ეს არის ქალაქის აღებაზე ან ცოტა მეტიო 5 სიტყვით ჩამოწეროთ და ბოლოს უკვე კითხვებში წყაროს მიხედვით შეადარე ერთმანეთს თუ ასეთ შეხვდათ შედარებისას თქვენივე ფურცელი დაგანახებთ რა არასთან უნდა შეადაროთ ანუ თქვენ ეგრეთ წოდებული ის გექნებათ მოკლე შინაარსი ამოწერილი და პირდაპირ წყაროს მარტივად გააკეთებთ ალბათ ფიქრობ რომ არჩევით ბოლოენ დავალებას და წყაროზე უნდა იმუშაოთ ძალიან ბევრი რუკას არ განვიხილავ კიდევ ერთხელ ამბობ და აი რაც შეხოთ ქულიან დავალებას რაც ნამდვილად გეთანხმებით რომ არის ურთულესი იმ კუთხით რომ ცოდნას მოითხოვს უკვე და ცოდნა არის უკვე ის ასოციაციას და ცოდნა გჭირდებათ ეხლა ხო მე დავამატებ ეხლა აი კონკრეტულად აი ამ წყაროსთან დაკავშირებით ბატონმა შავამ სწორი გითხრათ არაფრით არ დაიტოვოთ წყარო ბოლოსკენ ჩემი აზრით 35 შავ ფურცელზე აკეთებთ ხო თავიდან შეგიძლიათ თავიდანვე გააკეთოთ წყარო დასვენებულ გონებაზე ან იმ 35 ქულიანის მერე ჯობია ესე გააკეთოთ იმიტომ რომ ამით მართლა ეხა ეს უფრო ტექნიკური საკითხია ქულებს აგროვებთ ძალიან კარგი რჩევა ქულებს აგროვებთ იმიტომ რომ დაიტოვო ბოლოსკენ წყარო არც მაგას მე ვეუბნებოდი თავის დროზე მასწავლებლებთანაც მქონდა ტრეინინგები და რო აბარებდნენ გამოცდებს მათაც ვეუბნებოდი არა დაიწყეთ წყაროთ მაშინ უფრო მეტი ქონდა წყაროს სხვათა შორის ეხლა გახდა 35 ქულა და წყაროს ყველაზე მეტი ქულა ქონდა დასვენებულ გონებაზე ხო ანუ მასწავლებელსაც და აბიტურიენტებსაც ხო და დაიწყეთ წყაროთი რომ დასვენებული გონება გაქვთ და აი რა თქვენ კარგი რჩევა მიეცით და ისე ვიმეორებ როდესაც გეუბნებიან რომ აი წყაროს მიხედვით და უმრავლესობა ამ წყაროშიც ესეთი კითხვა პირდაპირ გამოიღე რა ისი პირდაპირ ამოიღე ის ფრაზა არ გინდა მიდებ-მოდება ფრაზას ამოიღებ სწორი კი ბატონო კარგით მაშინ შემდეგ საკითხზე გადავიდეთ რადგან უკვე ახსენეთ რომ ხშირად ფიზიოლოგიური მდგომარეობაც კი გავლენას ახდენს ქულებზე მაშინ ასეთი კითხვა დავსვათ როცა გამოცდამდე დარჩენილი არის 1 კვირა რა უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა უმეტეს შემთხვევაში საქართველოში ბოლო 1 კვირა ყველაფერს იმეორებენ ბებიები მოაცილონ ოჯახები იმიტომ რომ ოჯახის წევრები გვეუბნებიან რომ აუცილებლად აი ამ ბოლო დღეებში უნდა ბევრი ვიშრომოთ და ბავშვი გამოცდაზე შედის ისეთი დაღლილი და დასტრესილი რომ შეიძლება გამოცდაზე ჩამოეწინოს. ამაზე მე გაგცემთ პასუხს. ჯერ ერთი კვირა თუ რჩება გამოცდებამდე, ის უკვე ქართულისთვის ემზადება, ინგლისურისთვის ემზადება, ეგრე არა. ამიტომ ჩემი რჩევა და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს რა. გამოცდის ვის ისტორიაში, შენ უკვე გავლილი გაქვს ყველა მასალა, წაიკითხე უბრალოდ. არ გინდა სწავლა, წაიკითხე ესეთი ტიპის მაინც ჩვენი არა, ესეთი ტიპის კონსპექტი. წაკითხვა კონსპექტით არის სწავლა. არის, არა, უკვე იცი რა არის, კონსპექტით წაიკითხავ, მორჩა, აგიდგება მთელი ის ცოდნა. კი ბატონო. ამ ნაწილში ქრონოლოგიური ხაზი შემიძლია ვურჩიო ბავშვებს აუცილებლად მე პირადად მაქვს რამოდენიმე დაახლოებით 3-4 ვიდეო YouTube-ზე ატვირთული ქრონოლოგიური ხაზის განხილვა ასე მოძებნით, სადაც მივყვები და წლებს და მოვლენებს განვიხილავ. ანუ წლები და მოვლენები არის აი ჩონჩხი ყველა მოვლენის რაც კი ისტორიაში უნდა ისწავლოთ ამ გამოცდისთვის. და ეს გაიარეთ ერთხელ. თქვენ მოყევით და ამის შემდეგ რა ხდება, რა მოხდა, რაზე გადავედით. ასევე ძალიან ბევრი აუდიო პოდკასტი არსებობს YouTube-ზე, რომელიც უბრალოდ რომ მიყვეთ და სადაც არ უნდა იყოთ, მოისმინოთ, გონებაში აღადგენს და შეავსებს ყველაფერს. არასდროს არ ვეთანხმებოდი კონსპექტით სწავლას. ნამდვილად. ყოველთვის ვეთანხმები კონსპექტით გამეორებას, ამიტომ აი აიმცე მაგალითად რომელშიც ძალიან ბევრი შეცდომებია ხოლმე სამწუხაროდ მანდ ყოველთვის ეს მასიური სახეა და ამას ახლა იმიტომ ვამბობ რომ ამით გაიმეორეთ, ამით ნუ ისწავლით. მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნები წინა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, არა იმიტომ რომ ახლა აქ ვარ მაინც და თქვენს პოდკასტში ვარ და თქვენი გამოცემულის მართლა არსებითად მორგებული იყო იმ პროგრამის ხასიათზე, ვიდრე ტრადიციულად გვჭირდება ხოლმე, არატრადიციულად გვჭირდება ხოლმე. შესაბამისად მე მგონია კონტექსტს ავწდი რაღაცნაირად, ხო? ამიტომ არსებითად გაიმეორებთ კონსპექტით, ასევე ფილმებით, წელანაც ვახსენე და გავიმეორებ, რომ მე გარკვეული სია არსებობს მინიმუმ 30 ფილმი, რომელიც ყველა ეპოქაზე არის და შეგიძლიათ ნახოთ ესენი.
და აი ამ კონტექსტს თუ შეკრავთ, მე საბოლოო ჯამში ბუნებრივია რომ შედეგზე გახვალთ. ხო, ერთი წელი მახსენე რომ ოჯახში იყავით 7-ად. მეტად ნუ დავსტრესat. და კარგით, მაშინ ბოლო კითხვაც გადავსვავთ, ეს ეხება უშუალოდ საგამოძიებო ფურცელს. ხშირად არასწორად გადააქვთ ბავშვებს საგამოძიებო ფურცელზე პასუხები და ამაში კარგავენ ქულებს. ამაზე ერთადერთი რჩევა შემიძლია რომ იყავით დაკვირვებულები. ძალიან ხშირად მოსდით ეს. განსაკუთრებით 35 ქულიანში, დაუშვით იქ უნდა ჩაწერონ ზუსტად ისა პირველი, მეორე, მესამე და აი მე აერევათ ხოლმე. შავზე ზუსტად გააკეთონ იმისი ანალოგია და ნელ-ნელა წყნარად, ამიტომ 1:09 საათი 40 წუთი გადასათეთრებლად დაიტოვონ. იმიტომ რომ ეს მოსდით სუფთა დაუკვირვებლობით რა. აი ამაზე სხვა აი რა უნდა ურჩიო. ჩემი აზრით, პირველ რიგში მოდი ახლა პრაქტიკულ საკითხებზე ვისაუბროთ. 35 ქულიანი გააკეთეთ პირველად. შედიხარ გააკეთე 30. არავითარი მიდება და ნახო ის არა ქვია ფურცელში რა წერია და რა ისინია. დაიწყეთ პირდაპირ 35 ქულიანი არჩევით ბოლოიანი ტესტები გააკეთეთ. გადადით მე აუცილებლად წყაროზე. სანამ ტვინი ისევ დასვენებულია შედარებით. ხო, ყველაზე მეტ ქულას გაძლევთ ეს ორი. აი, თქვენ ბატონმა შალვამ თქვა კიდევაც, ის 35-ს გაძლევს, ეს 17-ს გაძლევს. უკვე ფაქტიურად ამით შენ გაკ 52 ქულის მოპოვების შანსი და მე დანარჩენებზე მე გეუბნებით, არის იმათაც კი არ მიაფუჩეჩოთ, მაგრამ ბოლოსკენ დაიტოვეთ ეს. ბოლოსკენ დაიტოვეთ და დაკვირვება და დაკვირვება. ანუ ენერგია გარკვეულწილად ხო გეხარჯება, ანუ შენ შედიხარ სავსე ენერგიით და სხვა შორის ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, აი დილიც ვისაც აქვს ხოლმე გამოცდა. თალსახად ბუნებრივია, ხა დილით სავსე ენერგიით მიდიხარ, უბრალოდ გამოუძინებელი არ უნდა იყო, ეს არის აი უკიდურესი შემთხვევა, თუ გამოუძინებელი წახვედი გამოცდაზე ვერ დავიძინე, არ ახსენოთ საერთოდ. გქონია ასეთ შემთხვევები და კრიტიკული ზღვარზე ყოფილან. ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მე უკვე ის კონცენტრაცია და კონცენტრაციის გარდა მე პირდაპირ გირჩევთ რომ რასშიც ხართ 100%-ით დარწმუნებული, გადაათეთრეთ პირდაპირ. თუ თქვათ და დრო დაგრჩათ მე ერთი რაღაცის ჯერა გონებას, რასაც უხეშად რო თქვათ, უბრძანებ, ეს არ არის რაღაცა ურჩი ადამიანი, რომ მეზარება გითხრას და როგორც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე, რომ ვერ გავაკეთებ ასე. არა, ის აკეთებს ჩვეულებრივ, თუ მას ენერგია აქვს და ძალა ამისი, ანუ ამ ენერგიას კვება ჭირდება ნორმალურად. ამიტომ ბოლო კვირას განსაკუთრებულ კვებაზე შეიძლება გადახვიდეთ, ისე რომ ენერგიით სავსენი იყოთ, ჯანსაღზე რა თქმა უნდა და შესაბამისად ის მოგამზადებთ შინაგანადაც, ფიზიკურადაც, ემოციურადაც, ეცადეთ რომ არ ახვეთ გარკვეული ტიპის ემოციებს, რაც ყველაზე გამოსაკვეთია, წინა საგამოცდო ღელვა ხშირად სოციალურ ქსელში მოდის ხოლმე, აი ბუმი იწყება, აი მეშინია და ამას მე ყვები, მე მეც თითქოს მოდას ყვები, რომ მეც ვღელავ და სოციალური აქტივობა შეამცირეთ ბოლო კვირას განსაკუთრებით Facebook stories და მასეთ რაღაცებს შეეშვით, რაც უფრო ეკრანისგან მოიხსნით აი ამ მიზიდულობას, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ კონცენტრაციის უნარი გაგეზარდოთ და მე აი ამ ყველაფერს თუ მოამზადებთ ეს წინარე ის თუ იქნება ტესტის წერა უკვე გაგიმარტივდებათ და ტესტის წერისას 100%-იანი დარწმუნებული გადაათეთრეთ. თუ 100%-იანი იცი, იმას აღარც გადაასწორებ შესაბამისად. ორ რაღაცას დავამატებ, აი ბატონ შალვასაც სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით. ხშირად ხდება ხოლმე, რომ პირველი ვარიანტის სტუდენტები რო გამოდიან, ისინი წერენ ну აურართული იყო ეს იყო ესა და მე ისტრესება ის ვინც შედის მე ორ დღეს ან მე ეს შუა დღეზე დაანებონ თავი ამას არ მიაქციონ ამას ყურადღება საერთოდ გამოცდამდე 3 დღით ადრე ჯობს ყველანაირი აქტივობა შეწყვიტოთ არა გამოცდის დროსაც პირველი ვარიანტი გამოცდის ღამეს გამეორება ეს არის აი ყოველად მიუღებელი რაღაც გონია მე მესმის რომ ვიღაცებმა შეიძლება ნამდვილად რაღაც მართლა ისწავლონ ვისაც არაფერი არ უსწავლი ხა ნუ ხა მაგაზე არა და ბევრ რაღაც გავიმეორე და გამახსენდა მაგრამ რა ვიცი ეს ვფიქრობ რომ ადრე გაიღვიძოთ დილით თუ მაინც და მაინც გადავლება გინდათ იმ თემების რომელიც რაღაც გახსოვს მაგრამ რა ვიცი ცოტა ისეთი მგონია რომ 10 თვე იცი რომ გამოცდა გაქვს და წინა დღეს ეს არის საკუთარი თავის მოტყუება და რაღაც პოპულისტობა მოკლედ უხეშად რო ვთქვა ოღონდ სხვა კონტექსტში ამგვარად აქ არ ვიცი ვინ თქვა და როგორ თქვა მაგრამ ჯობს ყოველ დღე აკეთო 1% ვიდრე 100 აკეთო ბოლოს რა ანუ ესე იგი ბოლო კვირას რა უნდა აკეთონ ბავშვებმა იქნება ეს მეტი ძილი
ნაკლები სტრესი, კი. კარგი კვება სიმშვიდე ნორმალური, არც ბევრი და არც ცოტა. ხმაურიდან, ქაოსიდან, კი, ქაოსიდან შორს ყოფნა და აი ეს ოჯახური ფუთფუთის გან თავის არიდება, იმიტომ რომ ხშირად მშობლების სამწუხაროდ არ მინდა სიტყვა თქვა, გაუწონასწორებლობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოცი, იმიტომ რომ ეს ბავშვია, ჯერ 18 წელსაც არ არის ჯერ და ჩვენ ვეუბნები დიდი ხარ უკვე და აბა მანქანა გიყის ის გიყი და ეს ბავშვი ნუ აგრძნობინებ ჯერ ამ შემთხვევაში რაღაც ეტაპები ხონდა გაიარო სასაკომპრივი. ერთ ნიუანსს მივაქცევ ყურადღებას კიდე. აი წყაროს ანალიზის დროს ხშირად არის ხოლმე რომ გვერდის ფრჩხილებში წერია ორქულიანი ან სამქულიანი. მიაქციონ ამას ყურადღება ხო და სწორად წაკითხვას რომ მართლა თუ ორქულიანი ორი პასუხი გასცეს როგორც არის დალაგებული სამი პასუხი. ხო შეიძლება ეს ყველაზე მასიური შეცდომა. კითხვის წონა ქულა თვითონ გეუბნება კითხვა. კითხვის არასწორი გაგება. აი სწორად ან არასათანადოდ გაუსაბუთებლობა და აი ანალოგიაში ყველაზე მეტად ეშლებათ დასაბუთებას არაკეთებენ, მაგალითად დადებითი პასუხის ვისთვის იყო დადებითი წერს. ამისთვის, მაგრამ რა ამარ მეფისთვის და არ წერენ არგუმენტს საბოლოო ჯერში. რომ ორქულიანია და ეს არგუმენტი მეორე ესე იგი პირობაც კარგად უნდა წაიკითხონ და გაიაზრონ. კი. კარგით, მაშინ დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა და მოდი ბოლოსკენ სამივე ჩვენგან მოვთქვათ ერთი ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც გამოადგებათ ბავშვებს გამოცდაზე. იყავით მშვიდად რომ მიდიხართ. იყავით იმაში დარწმუნებული რომ მე ამას შევძლებ. მე ამას გავაკეთებ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია ჩემი მოსწავლეებისთვის, ყოველთვის ჩემი სტუდენტებისთვის. რომ შენ ყველაფერს შეძლებ თუ ძალიან მოინდომებ. აი ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ჩემი რჩევა იქნება რომ გამოცდაზე არ შეშიდნენ თუ რაიმე კონკრეტული საკითხი არ იციან. დროებით თავი დაანებონ, შემდგომ მიუბრუნდნენ და შეიძლება გამორიცხვის მეთოდით ლოგიკური მსჯელობით სწორ პასუხამდე მივიდნენ. ან თუნდაც ერთი პასუხი რომც ვერ გავიხსენოთ, ამით ქვეყანა არ იქცევა და გამოცდაზე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. თქვენ ბატონო შალვა? რამდენიმე რომ ჩამოთვალო, პირველი არის ის რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, შეწყვიტეთ სოციალური აქტივობა ბოლო კვირას, ყველანაირად გირჩევთ ამას და გადაერთეთ მართლა მეცადინეობაზე თუ გინდათ ბოლო კვირას და გამოცდამდე 3 დღით ადრე დაისვენეთ. მეორე არის ალბათ ის რომ დღეს თარიღები, წლები ნაკლებად ისტორიულ სტანდარტში ნაკლებად ჯდება, უფრო არის მიზეზშედეგობრივი კავშირის ანალიზი და ეს ჰერმანევტიკული აზროვნება და ყოველდღიურობა, რასაც ჩვენ ვეძახით, ხასიათი, ყოველდღიური ხასიათი რო გაიაზრო ეპოქის, ეგ უკვე საკმარისია რომ ლოგიკა დაინახო. რა არის შუა საუკუნეების მთავარი ხაზი, პროვიდენციალისტური ხედვა, რა არის ძველი მსოფლიოს მთავარი ხაზი, მონათმფლობელური საზოგადოება და კულტმსახურება, ახალი სამყაროში განმანათლებლობა, რენესანსის ხაზი, ლეონარდო და ვინჩი და ბოლოს უკვე არის ნაციონალისტური ხედვა. აი ეს ძირითადი სეგმენტები და თავისი ხასიათი, რასაც ავლენს, ეგ არის ლოგიკა, რა რეალობაშიც უნდა მოექცე. აი ჩვენს გარშემო რაც ახლა არის, ეს არის თანამედროვე ლოგიკა და იგივე ლოგიკა აქვს ყველა ეპოქას, თავისი ატრიბუტიკით. ეს თუ გაიაზრე, მე უკვე მარტივია. შესაბამისად ამას მიაქციეთ ყურადღება და მესამე რასაც გირჩევდით არის ის რომ თუ თქვენ თვლით რომ გამოცდისთვის მზად ხართ ის გამოცდა თქვენი ცხოვრების ბოლო წერტილში უნდა თავი მოუყაროთ თქვენს ყველა 12 წლიან გამოცდილებას ეს არავინ არ მოგატყუოთ რომ 10 თვეში გააკეთეთ რეალურად ეს არის მხოლოდ მოცემულობა რომ ასე გქონია ბოლოს თავი მოუყარეთ ამ ყველაფერს და იმ 2 საათსა და 40 წუთში ჩაატიეთ თქვენი მომავალი მიზანი. ეს გიწყვეთ თქვენს მომავალს. დაივიწყეთ მეგობრებთან ცოტა ხანს სიარული, დაივიწყეთ გართობა ცოტა ხანს, კონცენტრირდით მომავალ მიზანზე. ანუ ეს გიქმნით მომავალ 4 წელს და სხვა შორის გიქმნით როგორი სტუდენტი იქნებით სხვა მაგასაც. ჩემი პირადი გამოცდილებით. არა და რეალურად სულ რამდენიმე წუთში ეს ბავშვები გახდებიან სტუდენტები და მათ წინ სწორედ 10 დაიწყება გამოცდების სესია. ხო, ანუ ჩვენ გასაგამოცდო ეიფორია რეპეტიტორიუმით შევქმენით და ეს ცოტა სხვა თემაა და ამაზე აღარ გავჩერდები ახლა. კარგი ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი საინტერესო მსჯელობისთვის. იმედი მაქვს აბიტურიენტებს ჩვენი დღევანდელი ბლოკი დაიხმარებათ წინასაგამოცდო სტრესის დაძლევაში. მე კიდე გეტყვით რომ არ შეშინდეთ, გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ რომ ისტორია ეს არ არის მხოლოდ წარსულის ამბები. ისტორიის გამოცდა არის თქვენი წარმატებული მომავლისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. გისურვებთ წარმატებებს. დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.